ღვინის წარმოების 800-ლოვანი ისტორია დიპლომატიური მისიებით საქართველოში მყოფ ელჩებს გააცნეს. კახეთში, სადაც რთველი აქტიურ ფაზაშია 30-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატს, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უმასპინძლეს. ურდნის კრეფაში მონაწილეობის გარდა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაზის ქართული უნიკალური ჯიშების, ღვინის დაყენების წესის და ღვინის სამშობლოს კულტურის შესახებ. ელჩები რთველში ნახეთ ჩალვა სუმბაძისა და ცარო კირვალიძის სიუჟეტში. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, სლოვაკეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საერთო ჯამში კი 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კახეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უმასპინძლეს. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს რთველში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს გაეცნოს საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებსა და ღვინის წარმოების მრავალ საუკუნოვან ისტორიას. თველი, რომელიც არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ღვინის კეთების ტრადიცია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ბარათი, სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია რომ ის ელჩები, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობენ, საქართველოსთან ურთიერთობებში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს, იყვნენ კარგად გაცნობიერებული სწორედ საქართველოს ტრადიციებში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ელჩების ვიზიტი. კახეთში ადგილზე გაეცნენ ნახეს როგორც რთველის მიმდინარეობის პროცესი, ასევე ის უდიდესი და უძველესი ტრადიცია, რომელიც არის თვითონ რთველი 8000 წლიანი მოსავლის აღების პერიოდი. მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში, თვითონ დაკრიფეს, დაწურეს, გაესაუბრნენ ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ ნახეს ეს პროცესი, რომელიც გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის. დიპლომატები კახეთში, შატო ზეგაანში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები. სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ტრადიციულ ორთველში მიიღეს მონაწილეობა. მათი განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები წინაპირობაა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების კიდევ უფრო კარგად გაცნობის. საქართველოს ღვინის კულტურა მართლაც განსაკუთრებულად ძლიერი და მდიდარია და დარწმუნებული ვარ, წელს საქართველოს ორჯერ მეტი ბრიტანელი ტურისტი ეწვევა ვიდრე შარშან. ახლა უკვე გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისში და ბევრი ბრიტანელი ტურისტი სწორედ ღვინის დასაგემოვნებლად ჩამოდის, რაც უდიდესი სიამოვნებაა. გაერთიანებულ სამეფოში მაგალითად ვისკი გვაქვს და ხშირად უცხოელ დიპლომატებს ვაჩვენებთ ჩვენს ვისკის წარმოებას. საქართველოს შემთხვევაში ასეთია ღვინო, მუსიკა და საკვები. მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა აქ ვიყო სხვა ელჩებთან ერთად, ვესაუბრო მათ და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. საქართველოს საოცარი ქვეყანაა, მას მე მუდმივად ვსწავლობ, ძალიან მომწონს ქართველებთან შეხვედრა. მიყვარს მოგზაურობა, კულტურის სხვადასხვა მხარის გაცნობა, მათ შორის საკვების, ლამაზი ბუნების. ეს ერთ-ერთია ბევრი შესაძლებლობებიდან, რომელიც მქონია. მიხარია რომ ამის გაკეთება შემიძლია. მშვენიერი დღე შედგა კახეთში. დიდ მადლობას ვუხდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს ძალიან ლამაზი ღონისძიება, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციოა ჩვენთვის, როგორც უცხოელი დიპლომატებისთვის, არამედ ერთიანობასაც ქმნის ძალიან სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროში. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ. დიდ მადლობას გიხდით. საწნახელი, ქვევრის ღვინო და ტრადიციული ქართული რთველი. დღეს 30 ქვეყნის დიპლომატებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო გაეცნოთ საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო წარმოების 800-ლოვანი ისტორიით.